განსხვავებულია ევროკავშირის მიდგომების სხვადასხვა ქვეყნების მიმართ. ახლა კი სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვათა შორის გაიხსნა ევროინტეგრაციის დეპარტამენტის. რა თქმა უნდა, ეს არის უფრო პოლიტიკური ნაბიჯი, მაგრამ რას ველოდოთ ამ მიმართულებით? როგორ ფიქრობთ თქვენ? პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ბუნებრივია საქართველოს კანდიდატი სტატუსის მქონე ქვეყანაა და ევროკავშირს გაცილებით სხვა მოთხოვნები აქვს საქართველოსთან მიმართებაში, ვიდრე შეიძლება ჰქონდეს იგივე სომხეთთან, ან საერთოდ აზერბაიჯანის შემთხვევაში კიდე ცალკე ისტორია, ხო? სომხეთში მიმდინარე ასე ვთქვათ პოლიტიკური განწყობები ბოლო პერიოდის, მათ შორის საქართველოსთან არ იქნება ის, რომ გაძლიერებულია სახელმწიფოს მხრიდან, ასე ვთქვათ, პროდასავლური მიმართულებით აქტივობა, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით გამოიხატება, ასე ვთქვათ, უფრო ინტენსიფიცირებული არის და ეხლა სომხეთი დასავლეთთან ურთიერთობის რა გზაზეც იმყოფება, ეს მას აძლევს საშუალებას, რომ მთელი რიგი მიმართულებით მოახდინოს აქსელერაცია ამ ურთიერთობების, იმიტომ რომ საქართველოსთვის რაღაც დიდწილად ეს არის განვლილი გზა და როგორც ევროკავშირთან, ისე ნატოსთან მიმართებაში, ხო ჩვენ მთელი რიგი ისტორია გვაქვს უკვე დაწერილი, მათ შორის საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით და ასე შემდეგ. ამიტომ საქართველოს რაც მოეთხოვება და როგორც მოეთხოვება, ეს ვერ გავრცელდება ამ ეტაპზე, მithumetes სომხეთზე. ეს მიანიშნებდა იმაზე, რომ უფრო მოქნილი ხდებოდა სახელმწიფო აპარატი, კერძოდ საგარეო საქმეთა სამინისტრო კონკრეტული მექანიზმების, ევროპასთან ურთიერთობების მექანიზმებზე მუშაობის და მე ამ მუშაობის შედეგად მათი იმპლემენტაციისათვის. შესაბამისად, მე ვფიქრობ და ჩემი გადმოსახედიდან ეს ცვლილებები საგარეო საქმეთა სამინისტროში სომხეთის სწორედ ამის მაჩვენებელია, რომ პარალელურად ევროპასთან ურთიერთობების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები უფრო ეფექტურად ახსოვდეს ცხოვრებაში. ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ იგივე ქართულ გამოცდილებაზე, ან საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, ეს ლოგიკა იდგა, თქვათ, საგარეო საქმეთა სამინისტროში განხორციელებული რეფორმების უკან. იმიტომ რომ ესეც საქართველოსთვის განვლილი გზა არის და ზუსტად ასეთი შინაარსის დეპარტამენტი საგარეო საქმეთა სამინისტროშიც იყო და რჩება. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გამოწვევა აქვს სომხეთს, რუსეთთან მიმართებაში მისი პოლიტიკური ისტორია არის სპეციფიკური და დამოკიდებულება ეკონომიკური, სავაჭრო თვალსაზრისით განსაკუთრებული არის და ურთიერთობების კავშირების თვალსაზრისით, მათ შორის ფორმალური კავშირები, იგივე ევრაზიული კავშირების საბაჟო, ასე ვთქვათ, კავშირის ფარგლებში, მაგრამ თავარია ჩემი აზრით, მე ესე ვხედავ, რომ თუ სომხეთის მოსახლეობაში, მის პოლიტიკურ ისტაბლიშმენტში იქნება ძლიერი პროდასავლური განწყობები, რომლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი არის სომხეთ-აზერბაიჯანს შორის, ასე ვთქვათ, სამშვიდობო შეთანხმება საბოლოოდ გაფორმდეს, დასრულდეს და ხორცი შეისხას და თუ დაალაგებენ ისინი დროთა განმავლობაში თურქეთთან ურთიერთობებს, ეს საერთოდ სხვა პერსპექტივებს უჩვენს რეგიონის ყველა ქვეყანას, ეს განსაკუთრებული დადებითი, ასე ვთქვათ, გავლენის იქნება მთლიანად რეგიონზე და თუ გაგრძელდება, ასე ვთქვათ, ეს პროდასავლური განწყობების და პოლიტიკური კურსის მხარდაჭერა მოსახლეობაში სომხეთის, მე ვფიქრობ, რომ სურვილის შემთხვევაში ის წინააღმდეგობები, რომელიც დღეს აქვს რუსეთთან მიმართებაში სომხეთს არაერთი მიმართულებით, გადალახვადი იქნება. აქ თავარი არის ჩემის ღრმა რწმენით სომხეთის მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა იმ პოლიტიკური გუნდების მიმართ, რომლებსაც სურთ, რომ სომხეთი ამ ახალ გზაზე გაატაროს.